მე რომ ბიზინა ივანიშვილი ვიყო უკვე ხვალ 2 ივნისს დღის 12 საათზე პარტიის შენობაში, პარტიის ოფისში შევკრებდი უკლებრივ ყველა მინისტრს 99 დეპუტატს პაპუაშვილიდან დაწყებული რომელიმე უკანასკნელით მისი გვარსახელიც არ ვიცით იმ პირით დამთავრებული აგრეთვე მომხრეებს რომლებიც არც პარლამენტში არიან და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იკუშა შენგელაია მაგალითად ღია გია გაჩეჩილაძე მაგალითად ღია გია აბაშიძე მაგალითად სხვები და სხვები ვინც ის და საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც კი აგრეთვე ცხადია პროპაგანდისტურ მედიას და დამოუკიდებელ მედიას არა მხოლოდ ტელემედიას არამედ რა ვიცი ასე ჯამში 30-40 ჟურნალისტს და მათ წინაშე გამოვიდოდი და ვიტყოდი შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას პირველი ჩვენ მოვითათბირეთ და მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომელსაც მე მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის ტოვებს თანამდებობას და ტოვებს პოლიტიკას ჩემთან კონსულტაციების შემდეგ და შედეგად მის ადგილზე ინიშნება მაგალითად არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი რომელიც უმოკლეს ვადაში ეს კვირაში პარლამენტს წარუდგენს ახალ მინისტრთა კაბინეტს ახალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნება არც ერთი ძველი კობახიძის დროინდელი მინისტრი მათგან უმრავლესობა საერთოდაც დატოვებს პოლიტიკას ჩემთან კონსულტაციის შედეგი სწორედ არის ეს არის ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება ასე ბოხიხმით ვერ ილაპარაკებს ივანიშვილი უნდა მომიტევოთ მე ვლაპარაკობ ასე ბოხიხმით მაგრამ კვეთრად უნდა ილაპარაკოს მეორე შალვა პაპუაშვილმა უნდა დაამტკიცოს ახალი მინისტრთა კაბინეტი მისმა პარლამენტმა უმრავლესობამ უკვე შემდგომ უნდა გააუქმოს 1 2 3 4 20 რამდენია ჯამში 25 კანონი გამჭვირვალობის შესახებ ის კანონები რომლებსაც ოპოზიცია რუსულ კანონებს უწოდებს შალვა პაპუაშვილმა უნდა გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოდან ის სარჩელი რომელიც პარტია ქართულმა ოცნებამ თუ სხვებმა შეიტანეს პარტიების გაუქმების თაობაზე რომ არის სარჩელი აკრძალვის თაობაზე გამოტანილი იქნება ეს სარჩელი და ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა პოლიტიკაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა პრეზიდენტ ყაველაშვილს რომელიც უნდა გადადგეს ჩემთან კონსულტაციის შედეგად მე ვთხოვე და მადლობელი ვარ მისი რომ ადეკვატურად შეაფასა ვითარება პრეზიდენტ ყაველაშვილს მიეცემა შესაძლებლობა რომ მან შეიწყალოს ან გამოიყენოს მის ხელთ არსებული სხვა მექანიზმები და გაანთავისუფლოს პოლიტიკოსი პატიმრები აგრეთვე ის პატიმრები რომლებიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყვნენ გასამართლებულები მსჯავრდადებულები საქმის წარმოება შეწყდება პროკურატურის მიერ ყველა იმ პირის მიმართ ვისაც არსებობს კრიტიკული შენიშვნები ჩვენთან ვისთან დაკავშირებითაც ჩვენ გვედავებით საყვედურობთ გვაკრიტიკებთ არ გვეთანხმებით პროკურატურა შეწყვეტს საქმეებს დედაქალაქის მერი კახიკალაძე რომელსაც მადლობას მოვახსენებ გაწეული საქმიანობისათვის და ვითარების ადეკვატურად შეფასებისათვის დედაქალაქის მერი კახაკალაძე გადადგება თანამდებობიდან მასთან გავმართე მე ძალიან საინტერესო შეხვედრა ძალიან ჩაჭიდებული დიალოგი გქონდა კახამაც ადეკვატურად შეაფასა ვითარება პოლიტიკიდან რაც წავა ეს გამორჩეული ქართველი
მილანის ყოფილი ფეხბურთელი, შეუძლია ეს თქვა, შეუძლია არ თქვას. პარლამენტი დაიშლება, პატიმრები განთავისუფლებულები იქნებიან, კანონები გაუქმდება, შეიქმნება ნორმალური საარჩევნო გარემო, მაგალითად. თითოეული პარტია მიიღებს 10 მილიონ ლარს საარჩევნო კამპანიის სრულყოფილად წარმოებისათვის. რეგისტრაციის ცხადია, საარჩევნო რეგისტრაციის გავლის, კიდევ ერთხელ გავლის. შემდეგ არჩევნები, რიგარეში არჩევნები, რიგარეში საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება მიმდინარე წლის ოქტომბრის 18-ში. პირობითად. არ გადამიმოწმებია, შაბათია, კვირაა თუ ხუთშაბათი. ეს არის ჩვენი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. პერსონალურად ჩემი ინიციატივა კი იყო, მაგრამ მაინც ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება. მათ შორის ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. ეგრა მაგის პასუხია. ეს უნდა თქვას ივანიშვილმა. ეგრა მაგის პასუხია. 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული ჩვენი საგარეო კურსი, რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ახლა უკვე ძალა დაკარგულია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ჩვენ შევიტანთ, კიდევ ერთხელ შევიტანთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, ან მოვითხოვთ მოლაპარაკებათა თავების გახსნას, რამდენადაც ვართ ადეკვატური სახელმწიფო ქვეყანა. ქართული ოცნება მიიღებს მონაწილეობას გადახალისებული შემადგენლობით, მიიღებს მონაწილეობას ახალ საპარლამენტო, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში. მადლობას მოგახსენებთ, მეგონი არაფერი არ გამოვიჭა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. მადლობას მოვახსენებთ ჩემს გუნდს, რომ გაგებით მოეკიდა ახალი რეალობის გათვალისწინებით შექმნილ ვითარებას, მათ შორის კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს და ძალზედ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩვენ საერთო სამშობლოს რასაკვირველია წაადგება და გაამარჯვებინებს. მესმის, რომ რიგითი მოქალაქეების ნაწილი გაგვაკარიტიკებს, მაგრამ მე როგორც ავტორიტეტი ჭარბინდობა რომ აქვს ის, ამ გზას ვირჩევ, დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და დავიწყოთ ნორმალური ერთმანეთთან ნორმალური კონკურენცია. გმადლობთ ყურადღებისათვის. ნახვამდის. როგორ გონიათ ამის შემდეგ რომელიმე ის პირი, რომელიც შეპარული იქნება ქართული ოცნების მოწინააღმდეგე კი არა, ქართული ოცნების მტერი, ყველაზე დიდი მტერი, ტაშს დაუკრავს მიზინა ივანიშვილს. მინდა ვასახელოთ. აი მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ 15 წუთით ადრე, ან 27 წუთით ადრე გაანთავისუფლეს მიხეილ სააკაშვილი, შეაპარეს და სადღაც კუთხეშია მიყუჟული. მიხეილ სააკაშვილი ბოლო რიგში როა, წამოდგება თუ არა და დაუკრავს თუ არა ტაშს ბიზიდა ივანიშვილს. მე გეტყვით, რომ ჩემი ფიქრით უმალ სააკაშვილი დაუკრავს ტაშს ბიზინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების, ამგვარი განცხადების გაკეთების შემთხვევაში და არა მაგალითად მამუკა მდინარაძე ან კახა კალაძე. ისინი მაინც დაბოღბილები იქნებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც გახდებიან. განა აქვთ კი მათ ბიზინა ივანიშვილისათვის წინააღმდეგობის გაწევის რესურსი, ბიზინა რასაც ამბობს და როგორც ამბობს, ის ეხდება ამ ქვეყანაში ბოლო 12-14 წელიწადია. ის მართლაც ძალიან დიდი ავტორიტეტია მომხრეებისათვის, ყოველ შემთხვევაში რიგით მომხრეებს გულისხმობს. შესაძლოა ცალკეული პირები წლების განმავლობაში მას უშუალოდ პარტიაში მყოფები ლიდერები წინააღმდეგობას უწევდნენ, ან სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგალითად ფიქრობდნენ, რომ უფრო მკაცრი, ან უფრო მკვეთრი, ან უფრო რუსული უნდა ყოფილიყო საქართველო, უფრო იოლად უნდა ჩახბარებოდა რუსეთს.
კობახიძე მაგალითად შესაძლოა საშვებია რომ ასე ფიქრობდეს. მაგრამ ისინი წინააღმდეგობას ამ ათეული გაგებით ბრძენ კაცს ვერ გაუწევდნენ და ვერ უწევდნენ. შესაბამისად ამგვარ მოდი ასე ვიტყვი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სარისკო ნაბიჯზეც რომ წავიდეს ბიზინა ივანიშვილი ის ლელოს გაიტანს ის გამოისწორებს სახელს საქართველოს ისტორიაში. არის თუ არა ამის გამკეთებელი? რასაკვირველია არა. არ გეგონოთ რომ მე მაქვს ილუზია რომ ბიზინა ივანიშვილი ამ კვეთრ და სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს. მაგრამ ამის იოტისოდენა შანსი არასწორი სიტყვა ალბათ. თუ ამას გააკეთებს ბიზინა ივანიშვილი გადარჩება. ბიზინა ივანიშვილი გადარჩება როგორც პიროვნება საქართველოს ისტორიაში აღარ ჩაიწერება. მე მაგალითად სულაც აღარ შევადარებ სერგო ორჯონიკიძეს. პირიქით, ვიტყვი რომ ის ანტი ორჯონიკიძე კაცია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს და მით უფრო თუ გადადგამს ნაბიჯს იმგვარს რომ საერთოდაც გავა პოლიტიკიდან თავად და ქართული ოცნება, ქართული რუსული ოცნება, კობახიძის ქართული ოცნება არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. და მართლაც ჩვენ ყველანი მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებიც ამ დაპირისპირებით დაპირისპირებით ერთმანეთთან ამოვისუნთქებთ და ხელს იოლად გავუწვდით ერთმანეთს ადამიანები რომლებიც ახლა თითქოს ან ნამდვილად სამყდროთ ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ალბათ მე გამიჭირდება შალვა რამიშვილისათვის ხელის გაწოდება და შალვასაც გაუჭირდება. მაგრამ საბოლოო ჯამში ის სიძულვილი რომელიც ჩვენს შორის არის, ჩემზე და შალვაზეც ვლაპარაკობ, თუ გნებავთ ამ მნიშვნელობა აქვს, ვისზე ვლაპარაკობ, ეს ნაწილობრივზე მეტად აღმოიფრება და სიძულვილი მართლაც აღმოსაფრთხილია, ოღონდ არა ამგვარი სამმართველოებით, რომლებიც ცხადია მიზან მიმართულად დაიწყებენ ბრძოლას ბიზინა ივანიშვილის კრიტიკოსებთან და დამონიტორინგებენ სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილის ტრებს ბჭყალების გარეშე გადადგამს თუ არა ბიზინა ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს. არდა ეს იქნებოდა სწორი, აი მასშტაბური ადამიანები, ვინც არა მხოლოდ დღევანდელობაზე ფიქრობს, არამედ ხვალინდელ დღეზეც ფიქრობს, ამგვარ ნაბიჯს რაღაცა ჩამოვარდა. მასშტაბური ადამიანები ამგვარ ნაბიჯსაც დგამენ, რომ ვიცოდეთ მაინც რა ჩამოვარდა. ძალიან საინტერესო ვიდეობლოგი იყო და ეს სახე-კორპუსი ხო რაღაც მძიმე მდგომარეობაშია, არ ვიცი ისიც თუ არა, მაგრამ რაღაცა პატარა ბიძგი იყო როგორც ჩანს და არ ვიცი, ალბათ პურის დასაჭრელი დაფარავენ ჩამოკიდებული გვაქვს, ის ჩამოვარდა, ამიტომაც შემოვიდა ამ მიკროფონში ხმაგი ბოდიში. და საინტერესო ვიდეობლოგი გქონდა და როგორ გაფუჭდა, ან შეიძლება არც გაფუჭდა და გახალისდა. ბიზინა ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რომ ვიცოდეთ მაინც. ეს ინება ახლა ბიზინა ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაგრამ კარგი კი იქნებოდა. მე ბიზინა ივანიშვილი ვაცხადებ, პარლამენტი დაიშლება, პარლამენტი გააუქმებს კანონებს მანამდე. პაპუაშვილი გადადგება, კობახიძე და მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგება. ყაველაშვილი შეიწყალებს ან გაანთავისუფლებს პატიმრებს. ჩაინიშნება ახალი არჩევნები, ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება ის, გაჩეჩილაძე ისე დავასახელე შესაძლოა სხვა გვარის ვინმე. ხო, ეს იქნებოდა სწორი. ბაგლახ რომ მასშტაბი არ ყოფნის ბიზინა ივანიშვილს. ეს უნდა გააკეთოს ხვალ ორში, კარგი სამში, კარგი ერთი თვის თავზე, კარგი აგვისტოში, კარგი სექტემბერში, მაგრამ არც სექტემბერში გააკეთებს და არც არასოდეს. მასშტაბი არ ყოფნის და მიტომ. ნახვამდის.